საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ყვავილებს გამოიყვანენ. სათბურში მუშაობა უკვე დაწყებულია. მოეწყო 3 კლიმატური ზონა და სარწყავი სისტემები, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. პირველ ეტაპზე სათბურში 15,000-მდე უცხოური ჯიშის ყვავილი გაიხარებს. ქართული სათბური ჰოლანდიური ყვავილების იმპორტის ჩანაცვლებისათვის შეიქმნა, სადაც ფასის ღირებულება იმპორტირებულზე გაცილებით დაბალი იქნება. ეს არის სარგავი მანქანა, რომელიც ავტომატურად აკეთებს ფაქტიურად ყველა სამუშაოს. ნინო ხარხელაშვილი უკვე წლებია ყვავილების სათბურში მუშაობს. ტროპიკულ მცენარეებთან შეხება კი წელს პირველად აქვს. სარგავი მანქანა, რომელიც მას ნერგების დარგვაში ეხმარება, ქართული სათბურისთვის სპეციალურად ჰოლანდიიდან ჩამოიტანეს. დარგვა ავტომატურად ხდება. მანქანაში სპეციალური სუბსტრატა, ანუ ყვავილისთვის დამახასიათებელი მიწა მუშავდება. ქოთნებში ნაწილდება და საჭირო კლიმატურ ზონაში თავსდება. ტროპიკული მცენარეებია, მაგრამ ჰოლანდიიდან ჩამოდის აქ სუბსტრატით სპეციალური ამ ყვავილების განვითარებისთვის, ზრდა განვითარებისთვის და ჩვენ სათბურში ხდება სპეციალური კლიმატ კონტროლის შექმნა. ეს არის საშობაო ვარსკვლავი, რომელიც იკეთებს ყვავილებს. ზუსტად შობის წინა პერიოდში და უამრავი ლამაზი წითელი ყვავილები აქ. ტროპიკულ მცენარეებთან ერთად სათბურში ქოთნის მცენარეებიც ხარობს. შეფლერა, კროტონები, ამარილოსი, საშობაო ვარსკვლავი. ეს ის ადგილობრივად მოყვანილი ჰოლანდიური ყვავილებია, რომელიც მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება. 3 კლიმატურ ზონაში, სადაც სხვადასხვა ტემპერატურაა, სულ 15,000-მდე სახეობის მცენარე იზრდება. სათბურში სამომავლოდ ჰოლანდიურ ყვავილებთან ერთად ქართული მცენარეების შესწავლა გამრავლებაც იგეგმება. ტროპიკული მცენარეები ჩვენ სათბურში ხარობს 22-25 გრადუსის ტემპერატურაზე, ხოლო ქოთნის მცენარეები ჩვენ გვყავს უფრო დაბალ ტემპერატურაზე, რომელიც 10-15 გრადუსის პირობებში ხარობენ და შეიძლება რომ მოვიყვანოთ. და ამიტომ განსხვავებული პირობების შექმნა ამათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენერგოფარდებით რადიაციის დონე სპეციალური ფანჯრებით კი სათბურში საჭირო ტემპერატურას არეგულირებენ. 10,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სათბური ტექნიკურად მაღალი აღჭურვილობით გამოირჩევა. სარწყავი სისტემის რამდენიმე სახეობა და ახალი ტექნოლოგიები მცენარეებს ეფექტურ ზრდაში დაეხმარება. არის თითქმის ყველანაირი ტექნიკური ისეთი აღჭურვილობა, რაც არის საჭირო აი ზუსტად მიკროკლიმატის შესაქმნელად, რაც სჭირდება მცენარეებს. აქ არის სარწყავი სისტემის საბოლოოდ ბევრნაირი ფორმა არის ზემოდან სხვა სპრინკლერებით, ესეთი სპრინკლერებით, რომელიც ეწვიმება ზემოდან მცენარეს წყალი და ისე მიეწოდება, არის ქვემოდან საირიგაციო, ანუ დროპინგ სისტემა, ესე ქვია, რომლებიც მცენარეს აწვის ქვემოთა მხრიდან წყალს. ყვავილების პირველი მასშტაბური სათბურის მშენებლობა 7 თვე გრძელდებოდა. პროექტი ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მასში 2 მილიონი ევროს ინვესტიციაა ჩადებული. ახალი სათბურის მშენებლობა 1 თვის წინ დასრულდა და პირველი პროდუქცია ჰოლანდიიდან 1 კვირაა რაც ჩამოვიდა. ქართული სათბური ჰოლანდიური ყვავილების იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს, ფასი კი იმპორტირებულზე გაცილებით დაბალი იქნება. ძალიან დიდი რაოდენობით ყვავილები ჰოლანდიიდან დიდი ხანი უკვე საქართველოს შემოდის და ჩვენ სავარაუდოდ გეგმავთ მისი ამ მთლიანი იმპორტის ნახევრის ჩანაცვლებას, რაც რეალურად გარდა იმისა, რომ ხალხს დაასაქმეს საქართველოში, ეს კაპიტალი ქვეყანაში დარჩება და არ გავა ქვეყნის გარეთ. ჰოლანდიური ყვავილები, რომელიც პირველად საქართველოში აყვავდება, ქართულ ბაზარზე 2 კვირაში გამოჩნდება. პირველ ეტაპზე ყვავილებით ბათუმისა და თბილისის მაღაზიები მომარაგდება. პოლონეთის რეაბილიტაციის ახალი